გაინტერესებთ ტონალური კრემის სახეზე რატომ სკდება? ეს ალბათ თქვენთვის არავის უთქვა. ტონალურის გამოყენებამდე პირველი რაც უნდა გააკეთოთ, მისი შენჭხრებაა. რადგან ტონალური როცა დევს, მასში არსებული პროდუქტები ერთმანეთს გამოიყოფა. აქედან გამომდინარე, თუ შეფუთვაში შორდებიან ერთმანეთს, ჩვენ კანზეც ანალოგიური ხდება. ამიტომ სანამ დაიწყებთ მის სახეზე დატანას, აუცილებლად შეანჩხრიეთ. ტონალურის წასმამდე, თუ თქვენს სახეზე არსებული მკვდარი უჯრედები არ მოიშორეთ, პროდუქტი ისევ ცუდ შედეგს მოგცემს. განსაკუთრებით თუ არ მოიშორებთ T-ზონაზე მკვდარ უჯრედს, კანი ვერ შეიწყოს ტონალურს და არ განაწილდება სუფთად. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ამ ზონებშიც ტონალური კრემით დასკდება. ტონალურამდე დამატანიანებლის ან ბაზის გამოყენება. რაც უფრო მეტ პროდუქტს გამოიყენებთ, მით უფრო მეტი მიზეზი იქნება სახეზე პროდუქტის დაშლის, რადგან ამ დროს კანს უშლით სუნთქვას და ბუნებრივია, როდესაც კანი ვეღარ სუნთქავს, მოიმატებს ცხიმიანობა და ფორების ამოვსება. და ტონალური დღის ბოლოს დაიწყებს ცხვირსა და შუბლზე დაშლას. და ბოლოს ტონალურს როგორ იტანთ სახეზე. თუ ტონალურს კანზე კარგად ვერ ჩასვამთ, ესეც იგივე შედეგს გამოიღებს. განსაკუთრებით მხოლოდ ფუნჯით, მხოლოდ სპონჟით ან თუნდაც მხოლოდ ხელით წასმისას ტონალური კარგად არ ჩაჯდება. ყოველთვის ყველაზე კარგი შედეგისთვის პირველი ფუნჯს და შემდეგ სპონჟს თუ გამოიყენებთ, კანზე თანაბრადაც გადანაწილდება ტონალური, როდესაც კანში კარგადაა ჩამჯდარი, დღის განმავლობაში აღარ დასკდება. მეტი ინფორმაციისთვის არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა.